То, что мы видели сейчас, ის რაც ახლა ვნახეთ, это является проявлением и следствием веры. ეს არის რწმენის გამოვლინება. Когда собираешься сделать что-то большое, очень трудно поверить в это. როდესაც რაღაცა დიდის გაკეთებას აპირებ, რთულია ეს დაიჯერო. И если ты не поверишь, ты ничего не можешь сделать. და თუ არ დაიჯერებ, ვერც გააკეთებ. Что я хочу сказать, это то, что все начинается с веры. რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ყველაფერი იწყება რწმენით. Но если вера не выразится в каких-то конкретных делах, тогда какой в ней толк? მაგრამ თუ რწმენა არ გამოვლინდება კონკრეტულ საქმეში, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ Я რწმენას? помню, однажды мой друг хотел открыть реп-центр. მახსოვს ერთხელ ჩემს მეგობარს უნდა რეაბილიტაციური ცენტრის გახსნა. И он договорился в церкви со своим помощником. Тот сказал, я буду работать в этом центре. Я так мечтал всю жизнь об этом. და ეკლესიაში თავის ასე იგი ხელქვეითს დაელაპარაკა თანამსახურს და მან თქვა რომ მე ვიმუშავებო ამ ცენტრში. И они стали собирать деньги, они купили землю с домом на этой земле. მათ დაიწყეს ამაზე შრომა, ფული ჩიაგროვეს, იყიდეს მიწა. И когда дело дошло уже до того, чтобы открывать этот центр, და საქმე რომ მიდგა იმაზე რომ ეს ცენტრი უკვე უნდა გაეხსნათ. человек, который должен был им руководить, он сказал, да я так это просто на уровне идеи имел, так мысли просто были. и всё». და ადამიანმა რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა, მისთვის მან თქვა მე ეს идеის დონეზე მქონდაო. И, по-моему, этот дом так стоит закрытый, до сих пор ничего там не сделали. და თუ არ ვწდები ეს სახლი დღესაც დაკეტილი დგას. Если у тебя просто что-то на уровне мысли, на уровне идей, но ты никогда это не выражаешь в конкретных делах, от этого никогда не бывает никакого толка. თუ რაღაცა გააქვს მხოლოდ идеის და სურვილის დონეზე და ამისთვის არაფერს არ აკეთებ, მაშინ როგორც ის სახლი ისე იდგება Поэтому в ესაც. христианстве является очень важной и должна быть понятой правильно идея о связи между верой и делами. და ამიტომ ქრისტიანობაში უნდა იყოს ძალიან ნათლად წარმოდგენილი და უნდა იყოს მყარი კავშირი რწმენასა და რწმენის საქმეს შორის. Вы знаете, когда зародился протестантизм в средние века, в 16 веке, მე-16 საუკუნეში, ასე ვთქვათ, ჩაისახა პროტესტანტიზმი. люди, как всегда это бывает в новых движениях, они впадали в крайности. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ადამიანები ახალ მოძრაობის დროს სხვადასხვა უკიდურესობებში ვარდებიან. Раньше католическая церковь и православная в большой степени, ადრე კათოლიკური და ესე იგი მართლმადიდებლური ეკლესიებიც они учили, что мы должны стяжать или зарабатывать свое ისინი спасение. ასწავლიდნენ, რომ გადარჩენა უნდა გამოემუშავებინათ. Ты должен был что-то делать для того, чтобы ты был спасен. უნდა გაგეკეთებინა რაღაცა შრომა გაგეწია, რომ მიგეღწია ამისთვის. И даже проделав много всего, და მაშინაც კი თუ ბევრ რაღაცას გააკეთებდი принеся очень большие жертвы, და მოიტანდი ბევრ მსხვერპლს, люди не были до конца уверены, спасены они или нет. ადამიანები ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, იყვნენ გადარჩენილები თუ То, что არა. я говорю сейчас, я говорю не с целью критиковать кого-то. და ეხლა რაღაცას ვამბობ, იმის მიზნით კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცა გავაკრიტიკო. Но до сегодня во многих христианских движениях, когда ты спрашиваешь человека, ты спасен или нет, он не уверен в этом. მაგრამ დღესდღეობითაც თუ ასე იგი რაღაცა კონკრეტულ ქრისტიანულ მიმდევრობაში შენ ხკითხავ ადამიანს გადარჩენილი ხარ თუ არა, ის ვერ მოგცემს გადაჭრილ პასუხს. Люди говорят, ну я не знаю, в конце увидим, все в руках Божьих. ადამიანები ამბობენ, არ ვიცი, აი ბოლოს გამოჩნდება, ყველაფერი ღმერთის ხელშია. Когда появился протестантизм, როდესაც გაჩნდა პროტესტანტიზმი, он зародился на основе очень важного откровения Священного Писания. ის გაჩნდა, ის დაეფუძნა წმინდა წერილში ძალიან მნიშვნელოვან გამოცხადებას, Что спасение происходит по вере. რომ გადარჩენა ხდება რწმენით. Ты не сам спасаешься. შენ თვითონ ვერ გადარჩები. Тебя спас Христос. შენ გადაგარჩინა ქრისტემ. И веруя во Христа, და როდესაც შენ გაქვს ქრისტეს რწმენა, как ქრისტეს в მიმართ, Божий путь искупления твоих грехов, როგორც ასე იგი ღმერთის გამოსყიდვის გზისა,
принимая этот და подарок от როდესაც Бога, შენ ამ საჩუქარს ღებულობ ღმერთისგან, ты спасаешься. შენ გადარჩები. Не потому, что ты что-то сделал, იმიტომ კი არა რომ რაღაცა а потому, что გააკეთე. Христос сделал это для тебя на кресте. არამედ იმიტომ რომ შენთვის ეს გააკეთა ქრისტემ ჯვარზე. Он вместо тебя умер за твои грехи на кресте. მაგივრად ის მოკვდა შენი ცოდვებისათვის ჯვარზე. Ты бы не смог сам себя искупить. შენ საკუთარ თავს ვერ გამოისყიდი. Он заплатил за тебя მან цену. გადაიყიდა შენ, გაიღო შენთვის ფასი. Но, как я уже сказал, все эти новые движения, они всегда впадают в какие-то крайности მაგრამ вначале. როგორც ყოველთვის ყველა ახალი მოძრაობა უკიდურესობაში ვარდება. И один из отцов реформации, все думают, что он единственный, он только один из многих был, это Мартин Лютер. და ერთ-ერთი რეფორმაციის ერთ-ერთი მამა ყველა ფიქრობს რომ მხოლოდ ის იყო, ბევრი ფიქრობს რომ ის მხოლოდ მარტო იყო, В მაგრამ начале იყვნენ своего ბევრი. пути он впал в ересь, которая называется антиномизм. და თავისი ესე იგი ის ჩავარდა ასეთ ცრუ სწავლებაში, რომელსაც ანტინომიზმი Это ეწოდებოდა. я просто говорю, чтобы вы знали, что я учился, какой я умный. მინდა ამით თქვა რომ როგორი გონიერი ვარ და რომ მაქვს Но ნასწავლი. я сейчас объясню, и вы поймете, почему я это говорю. რატომ ვამბობ სინამდვილეში ამას? Анти, вы знаете что, да? ანტი თქვენ იცით რა არის? Анти – это против, когда чего-то. Es Латинский არის- термин «против». ტერმინი რომელიც გვეუბნება ჩვენ რომ ეს არის საწინააღმდეგო. Номизм – это законничество. ნომიზმი ეს არის მერჯულეობა, მეკანონობა. От слова «номос» – это ნომოს. закон. ეს არის კანონი. И он отвергал всякие правила. და ის უარყოფდა ყველა წესს. В христианстве не может быть никаких правил, რომ ის ამბობდა რომ ესე იგი ქრისტიანობაში არავითარი წესი არ უნდა никаких ყოფილიყო. законов. არავითარი კანონები. И, соответственно, христиане не нуждаются ни в каких делах, подтверждающих их спасение. და აქედან გამომდინარე ქრისტიანებს არ სჭირდებათ არავითარი საქმეები, რომლებიც ასე ვთქვათ წარმოაჩენენ მათ, აჩვენებენ მათ გადარჩენას. Все чисто по вере происходит, никаких доказательств того, что ты настоящий христианин, не нужно. ყველაფერი რწმენით არის და არ არის არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანი. Скажите, пожалуйста, рыбе нужно доказывать, что она рыба? თქვით ახლა თევზს სჭირდება იმის მტკიცებულება, რომ ის არის თევზი. Вообще не нужно это делать. საერთოდ არ სჭირდება ამის Она კეთება. доказывает это тем, где она живет, как она живет, в чем она живет и как она ის двигается. ამას ამტკიცებს იმით, თუ საცხოვრობს, როგორ ცხოვრობს. Птице не нужно доказывать, что она птица. არც ესე იგი ჩიტს სჭირდება იმის მტკიცებულება, რომ ის არის ჩიტი. Ей стоит просто взлететь, и ты поймешь, что это птица. და ერთი ჩიტი რო აფრინდება, შენ იმ წუთში დაინახო, რომ ის არის ჩიტი. Я, правда, видел предметы, которые летают, когда им пинок хороший дадут, но это не მაგრამ птицы. ისაც მინახავს, როდესაც რაღაცა საგანი ჰაერშია, მიფრინავს, მაგრამ იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, ფეხი დაარტყეს. Мяч это не птица. მაგალითად, ბურთი არ არის ჩიტი. Но у птицы есть атрибуты, она машет крыльями, она летает, она пользуется этим всем. მაგრამ აი ჩიტს აქვს ფრთები, კიდევ სხვა ორგანოები და ის ამ ყველაფრის ესე იგი მოქმედებით И у христиан что-то должно быть, ჩიტია და ქრისტიანებსაც უნდა ჰქონდეთ რაღაც, что подтверждает тот факт, что они настоящие христиане. რაც ამტკიცებს იმას, რომ ისინი ნამდვილი ქრისტიანები არიან. Например, одним из таких атрибутов является христианская любовь. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ატრიბუტი არის ქრისტიანული სიყვარული. Посмотрите, какую любовь дал нам Отец, чтобы нам называться и быть детьми Божьими, Иоанн говорит. შეხედეთ, როგორი сиყვარული მოგცა ჩვენ მამამ, რომ ჩვენ გვერქვას და ვიყოთ ღვთის შვილები. ასე Посмотри, ამბობს იოანე. Иоанн мог любому человеку предложить проверить его веру. და იოანე შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის შეეფასებინა, რომ გამოეცადა მისი რწმენა. Посмотри, ты увидишь любовь, которую дал мне Бог. შემომხედე და დაინახავ სიყვარულს, რომელიც მომცა ღმერთმა. И он говорил, что я понимаю, что мне амбобда. нужно не только называться, но и быть детем და ის Божьим. ამბობდა, მე ვაცნობიერებ, რომ მე არა მხოლოდ უნდა მერქვას, არამედ მე უნდა ვიყო კიდევაც ღმერთის И შვილი. то, через что ты мог увидеть, что он правда дитя Божье. და იყო ის რისი მეშვეობითაც ჩვენ დაინახავდი, რომ ის მართლაც ღმერთის შვილი იყო. Это была любовь, которую ты мог увидеть. ეს იყო სიყვარული, რომლის დანახვაც იყო И შესაძლებელი. это разрушает все мысли о том, что любовь это чисто чувство такое, და знаешь. ეს ანგრევს ყოველგვარ წარმოდგენას იმაზე, რომ სიყვარული არის მხოლოდ Оно в გრძნობა. моем сердце. ის არის ჩემს გულში Никто не может его видеть. და ვერავინ მას ვერ დაინახავს.
если мне будет плохо, თუ მე ცუდად ვიქნები и ты придешь, чтобы мне помочь, და შენ მოხვალ რომ მე დამეხმარო, я очень хорошо увижу твою любовь. ძალიან კარგად დავინახავ შენ სიყვარულს. Ты, может быть, до этого ничего мне о ней не говорил. შესაძლოა იმ მომენტამდე ჩემთვის ამის შესახებ არაფერი გითქვამს. Но когда мне станет трудно, როდესაც მე и ты გამიჭირდება встанешь рядом со мной, და შენ ჩემს გვერდით დადგები, твое чувство, შენი გრძნობა оно станет очень даже видимым ძალიან კარგად იქნება ხილული и очень даже осязаемым. და ხელშესახებიც. Когда я болел ковидом, როდესაც მე კოვიდით ვიყავიავა, люди звонили мне, приходили к моим дверям и ставили сумки с продуктами, потому что я не мог выйти в магазин. ხალხი მირეკავდა, პროდუქტიც მოქონდა და ჩემს კართან, ესე იგი, დებდნენ ამ პროდუქტს, И я რომ мог გამოსვლა არ შემეძლო. потрогать эту любовь. და მე შემეძლო ხელით შევხებიყავი ამ Я даже мог სიყვარულს. съесть эту любовь. და ამ სიყვარულს შეწმად Она была очень შემეძლო. вкусная, эта любовь. გემრიელი იყო. Поэтому мы должны решить этот вопрос. ამიტომ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხი. Вера или дела? რწმენა თუ საქმეები. Знаете, в первой церкви этот вопрос тоже очень остро стоял. პირველ ეკლესიაშიც ძალიან, ესე იგი, კაფიოდ იდგა ეს საკითხი. Апостол Павел проповедовал, что мы спасаемся однозначно только нашей верой. და მოციქული პავლე ქადაგებდა, რომ ჩვენ ერთგვაროვნად ჩვენ გადავშებით რწმენით. Многие люди это неправильно поняли და ბევრმა ადამიანმა ეს არასწორად გაიგო. и сказали, давай мы будем делать все, Такое что мы хотим. მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც Потому что мы მოგვიდება. в любом случае спасены. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადარჩენილები ვართ. Спасение не зависит от моих дел, და გადარჩენა არ არის დამოკიდებული ჩემს საქმეებზე. поэтому я могу делать все, что угодно, ამიტომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მომესურვება. и в любом случае Да. я спасен. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები გადარჩენილი. И поэтому пришлось в первой церкви устанавливать баланс в этом вопросе და ამიტომ პირველ ეკლესიას მოუწია, რომ ეს საკითხი и დაებალანსებინა. доказать эту და связь, დაემტკიცებინა ეს კავშირი. необходимость этой связи და ის რომ ეს კავშირი არის აუცილებელი между верой и делами. რწმენასა და საქმეებს შორის. Братья и сестры, დებოდეთ ძმებო, я до сих пор верю დღემდე მჯერა и до конца буду верить, და ბოლომდე ამას ვირწმუნე, что человек რომ спасается только через веру во Христа. ადამიანი გადარჩება მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით. Я не могу вытащить сам себя из греха. და ჩემს თავს სოდვისგან მე ვერ Я не ამოვქაჩავ. могу искупить свои собственные მე грехи. ვერ გამოვისყიდი ჩემს საკუთარ ცოდვებს. Потому что только кто-то чистый может взять на себя мою нечистоту. იმიტომ რომ მხოლოდ ვიღაცას სუფთას წმინდა შეუძლია აიღოს ჩემი ცოდვები Но в თავის то же время я თავზე. очень глубоко верю, ამავე დროს ძალიან ღრმად მწამს, что если Иисус пришел в мое сердце, თუ იესო მოვიდა ჩემს გულში, это должно повлиять на мою жизнь. ამან ზეგავლინა უნდა მოახდინოს ჩემს ცხოვრებაზე. Я имею в виду сейчас не столько качество этой жизни, მე ახლა მხედველობაში მაქვს არა, ესე იგი, არა ის კონკრეტულად რომ ესე იგი, როგორი ხარისხის ცხოვრება მექნება. Жизнь может быть разной, ცხოვრება შეიძლება в სხვადასხვანაირი зависимости от იყოს. того, в какой стране ты живешь. რომელ ქვეყანაში ცხოვრობ, როგორ ქვეყანაში ცხოვრობ, იქიდან Ты можешь жить გამომდინარე. в бедной стране, в богатой стране. შეიძლება იცხოვრო ღარიბ ქვეყანაში, И მდიდარ ქვეყანაში. благословение Божье может по-разному выглядеть в твоей და жизни из-за ღმერთის этого. კურთხევები ამის გამო სხვადასხვა ფორმის იქნება შენ Но ცხოვრებაში. когда я имею в виду, მაგრამ что это должно повлиять на мою жизнь, на качество моей როდესაც жизни, მე ვამბობ, რომ ამან უნდა ზეგავლენა იქონიოს ჩემს ცხოვრებაზე და მის ხარისხზე, я имею в виду, что это должно Ხედულობაში повлиять на მაქვს. направленность моей жизни, ის რომ ამან ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩემი ცხოვრების მიმართულებაზე. на ценности, которые в моей жизни появляются, ფასეულობებზე, რომლებიც გაჩნდება ჩემს на то, ცხოვრებაში. ради чего я сейчас живу. და იმაზე თუ რისთვის ვცხოვრობ ახლა მე. И лучше всего это будет видно через мои поступки. და ყველაზე უკეთესად ეს გამოჩნდება ჩემი ქცევის მოქმედების საშუალებით. Я хочу прочитать короткое место из послания Иакова. მინდა მოკლე ადგილი წავიკითხო იაკობის წერილიდან. Это будет 2 глава, мы прочитаем 6 стихов, с 14 по 20. ეს არის მეორე თავის ეხლავე Что пользы, братья мои, если кто говорит, что имеет веру, а не имеет дел? Может ли эта вера спасти его? Знаете, какой важный вопрос? С 14 стиха. 14 прочитаем. ესე იგი მე-14 მუხლიდან ჩემო ძმებო რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის რომ რწმენა აქვს საქმეები კი არ გააჩნია ასეთ რწმენას არ ძალუმს მისი ხსნა
Может ли вера, не подтвержденная делами, спасти человека? წავიკითხე. ბოდიში. თუ შეუძლია რწმენას, რომელიც საქმეებით არ არის განმტკიცებული, იხსნას ადამიანი. Спасение, оно состоит не из одного шага. გადარჩენა ერთი ნაბიჯისგან არ შედგება. Я получил спасение по благодати Божьей, მე მივიღე გადარჩენა ღმერთის მადლით, но мне нужно пройти эту жизнь. მაგრამ მე ეს ცხოვრება უნდა გავიარო. И Писание обещает мне, და წერილი მპირდება, что начавший во мне доброе რომ дело მან ვინც ჩემში დაიწყო კეთილი საქმე, будет продолжать его даже до дня Иисуса ის Христа. გააგრძელებს ამას იესო ქრისტეს მოსვლის დღემდე. То есть мне нужно позволить Богу поддержать во мне это спасение, сохранить его. ესე იგი მე ნება უნდა მივცე ღმერთს, რომ ჩემს ცხოვრებაში შევინარჩუნო მისი გადარჩენა, რომელიც მან მაჩუქა. Например, апостол Павел сказал в конце своей жизни: მაგალითად მოციქულმა პავლემ ბოლოს თქვა, течение совершил, გზა განვლე, веру сохранил. რწმენა შევინარჩუნე И теперь готовится мне венец вечной და жизни, ეხლა მე მელოდება საუკუნო სიცოცხლის который გვირგვინი, приготовил мне праведный судья. რომელიც გამიმზადა მე მართალმა Ты მსაჯულმა. начал свою дорогу და შენ დაიწყე შენი გზა через веру. რწმენის Тебе მეშვეობით. нужно идти по этой дороге верой. ამ რწმენის გზით უნდა იარო. Тебе надо с чем-то бороться, от чего-то защищать свою веру. რაღაცას უნდა ებრძოლო და შენი რწმენა რაღაცისგან უნდა Тебе დაიცვა. нужно ее сохранить и приумножить. შენ გჭირდება რომ შენი რწმენა შეინარჩუნო და გაიზარდო И რწმენაში дойти до самого конца. და მიხვიდე ბოლომდე. А кто-то говорит: ვიღაცა კი да не ამბობს, нужны никакие дела. საერთოდ არ არის საჭირო არავით არის საქმე. Яков задает этот вопрос Духом Святым. და იაკობი სული წმინდით სვავს ამ კითხვას. Может ли такая вера თუ спасти человека? შეუძლია რომ ასეთმა რწმენამ იხსნას Ее ადამიანი. приводит один простой და пример. მას მოყავს ძალიან უბრალო Если მაგალითი. брат и сестра не имеют нормальной одежды, если они голодные, დას და ძმას ნორმალური სამოსი არ აქვს და მშივრები არიან, а ты скажешь им: შენ კი მათ ეთყვი, идите с миром, წადით მშვიდობით, грейтесь и питайтесь, გათბით და იკვებეთ. да благословит вас Господь. ღმერთმა გაკურთხოს. Но ты не дашь им ничего Მაგრამ необходимого для них. არაფერს მისცემ იქიდან რაც მათ სჭირდებათ. Какая польза им от твоих слов? მაშინ რა სარგებელი ექნებათ მათ შენი Правда, очень სიტყვებისგან? простой пример. ხომ უბრალო Ты მაგალითია. приходишь к человеку за помощью, მიდიხარ ადამიანთან რომ გიშველოს, и он тебе говорит: давай я лучше ის за კი тебя გეუბნება, помолюсь. ჯობია შენთვის ვილოცო. Я есть хочу. მე მშია, Давай я помолюсь за тебя. მოდი შენთვის ვილოცებ. У меня температура, мне Сицхема. холодно, нечего одеть. ცივა, ტანსაცმელი Давай я არ მაქვს. помолюсь за тебя. მოდი შენთვის ვილოცებ. Я помню, как я читал одну историю. მახსოვს ერთი ისტორიას Когда в ვკითხულობდი. одной церкви, одной семье очень тяжело было, очень ერთ тяжело финансово. ეკლესიაში ერთი ოჯახი ძალიან გაჭირვებული И იყო члены церкви ფინანსურად. договорились, что они соберутся, чтобы молиться за эту семью. და ესე იგი ეკლესიის წევრებმა თქვეს რომ ისინი შეიკრიბებოდნენ და И один ილოცებდნენ ამ человек, ოჯახისთვის. который должен был прийти, он не пришел на эту და встречу. ერთი ადამიანი რომელიც უნდა მისულიყო ამ ლოცვაზე არ მივიდა. И они слышат какой-то шум на улице, телега подъезжает. და გაიგეს ხმა, რაღაც ხმაური Кто-то გარედან мешает им და молиться. მოვიდა რაღაც მანქანა, უფრო მარხილის И მსგავსი заходит сын რაღაცა. этого человека. და შემოდის ამ კაცის შვილი, Говорит: пожалуйста, идите, Да, неба. помогите мне разгрузиться. დამეხმარეთ რომ ჩამოვტვირთო. Он говорит: а что ты привез? და რა მოიტანე? Я привез молитвы моего отца. მე მოვიტანე მამა ჩემის ლოცვები. Мешок муки, ტომარა ფქვილი, несколько килограмм сахара, რამდენიმე კილოგრამი შაქარი, мешок картошки, ტომარა კარტოფილი, макароны, чай. макарони, чай. Я привез молитвы моего отца. მე მოვიტანე მამა ჩემის ლოცვები. Ты знаешь, эти вещи гораздо эффективнее решают проблемы людей, чем твои добрые пожелания. და ეს ასეთი მიდგომა ბევრად უფრო კარგად ესე იგი ხსნის ვიდრე უბრალოდ ლოცვა. Нет, добрые пожелания и хорошие молитвы – это очень რა важно. თქმა უნდა, კეთილი სურვილები და лოცვა ძალიან Но когда მნიშვნელოვანია. человеку нужна практическая помощь, მაგრამ როდესაც ადამიანს სჭირდება პრაქტიკული დახმარება, любовь выражается через эти вещи. მაშინ სიყვარული გამოიხატება აი ამ საქმეში. И
Яков употребляет этот пример, потому что он дальше говорит такую вещь. და იაკობი იყენებს ამ მაგალითს შემდეგ აგრძელებს. Так и вера, если не имеет дел, мертва сама по себе. ასევე რწმენა თუ საქმეები არ აქვს, მკვდარია თავისთავად. Вот я сижу и верю, აი მე ვზივარ და მჯერა, что Христос есть Сын Бога Единого, რომ ქრისტე არის ერთადერთი ღმერთის ძე. что Он умер за мои грехи, რომ ის მოკვდა ჩემი что Он воскрес на წოდებისთვის, третий день, რომ ის მესამე დღეს что Он излил აღსდგა, Духа Своего რომ Святого. მან გადმოგვარა თავისი სული Я верю, წმინდა. что Он сказал, მე მჯერა რაც მან თქვა, идите по всему რომ миру. წადით მთელ Проповедуйте სამყაროში და Евангелие. იქადაგეთ სახარება. И вот я с вами во все дни до და скончания века. თქვენთან ვარ ქვეყნის აღსასრულამდე. И я верю в это всем და моим მე сердцем. ამის იმ წამს მთელი გულით. Но я не стою, не иду, ничего მაგრამ не делаю. არც ვდგები, არც მივდივარ და არც არაფერს Христианство ვაკეთებ. для меня идея, теория. და ამ დროს ქრისტიანობა ჩემთვის არის იდეა, И თეორია. про это он спрашивает, может ли эта вера меня და спасти? აი ასეთ შემთხვევაში ის კითხულობს, შეუძლია ასეთ რწმენას И он ჩემი говорит, გადარჩენა და ის такая ამბობს, вера, она сама по себе мертва. ის იძახის რომ ასეთი რწმენა თავისთავად არის მკვდარი. Живые люди, они двигаются. ცოცხალი ადამიანები მოძრაობენ. Вот я сейчас смотрел на все это и вспоминал, мне ребята присылали по мере лагеря. Я когда увидел этот детский лагерь, я сказал, я бы умер на второй день, если бы я там работал. ესე იგი მეგობრები ამას ვიდეოებს მიგზავნიან ხოლმე და ბავშვების თამაშებს რო შეხვედებ, თქვი რომ მეორე დღეს უკვე გარდავიცვლებოდი. Потому что эти дети, они без конца двигались, их надо, чтобы занять с ними, надо двигаться. ბავშვები სულ მოძრაობდნენ და მათი ასე ვთქვათ, карგად დასაქმება იყო Ты საჭირო не და можешь посадить их и заставить их просто слушать. შენ უბრალოდ ვერ დასვავ და ვერ აიძულებ У რომ них მოისმინონ. столько энергии, она, как знаешь, вот как пробки выбивает просто. დიდი ენერგია აქვთ და ასე ვთქვათ, სასობებს ამოხეთქავენ. Я помню, я таким მე был, მახსოვს ვიყავი ასეთი. но уже не такой. უკვე ისეთი აღარ ვარ. И если ты что-то конкретное не делаешь для этих детей, если Да. ты не занимаешься с ними этими თუ вещами, შენ ყურადღებით არ ხარ და არ ყავს ეს ბავშვები რაღაცით დაკავებული, ты не принесешь никакой пользы им. ვერ მოუტას არგებელს. В вопросах веры то же самое. წმენასთან დაკავშირებით იგივეა. Мертвые не двигаются. მკვდრები არ იმძრევიან. Мертвые ничего лишнего не говорят. არც ზედმეტს ამბობენ Они არაფერს. никого не беспокоят. არავის აწუხებენ. Мертвые не шумят. არ ხმაურობენ Мертвые მკვდრები. не потеют. არც ოფლისდით. Ничего странного с мертвыми не происходит. არაფერი უცნაური მკვდარს არ ემართება. Но если человек живой, მაგრამ თუ ადამიანი ცოცხალია, это в чем-то должно быть выражено, должно აი быть ეს видимо это. სიცოცხლე რაღაცაში უნდა გამოჩნდეს. И вера, она должна в чем-то выражаться. და რწმენაც რაღაცაში უნდა И дальше он გამოჩნდეს. здесь და говорит. შემდეგ ის ამბობს, Но скажет кто-нибудь, покажи, ты имеешь веру без дел, а я имею веру из дел. და თუ ვინმე იტყვის, შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. Покажи мне веру твою без дел твоих, а я покажу тебе веру мою из дел моих. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და მე გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. Оказывается, вера состоит из поступков. თურმე რწმენა შედგება რაღაცა მოქმედებებისგან. Вера, она всегда выражается через какие-то поступки. რწმენა ყოველთვის გამოიხატება რაღაცა ქცევით. И вот без этих поступков და აი ამ ქცევის გარეშე, მოქმედების вера გარეშე мертвая. რწმენა არის И მკვდარი. это говорит о том, что ты не спасешься такой верой. და ეს იმაზე გველაპარაკება, რომ ასეთი მკვდარი რწმენი ჩვენ ვერ То есть გადარჩები. апостол не говорит, что мы зарабатываем свое спасение. მუსიკული იმას არ ამბობს, რომ ჩვენ გამოვიმუშავებთ ჩვენს გადარჩენას, Из-за того, что мы спасены, მაგრამ ის გამო რომ ჩვენ უკვე გადარჩენილები ვართ. мы не можем жить по-другому. ჩვენ სხვანაირად ვერ Мы ვიცხოვრებთ. двигаемся, мы ჩვენ что-то делаем. მოძრაობთ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ. Все люди двигаются. ყველა ადამიანი Все люди მოძრაობს. что-то делают. ყველა ადამიანი რაღაცას А აკეთებს. мы делаем то, к чему побуждает нас наша вера. ვაკეთებთ იმას, რისკენაც ჩვენ გვიბიზგებს Вот, ჩვენი например, ребята რწმენა. хотели сделать 3 лагеря. მაგალითად, ახალგაზრდებს უნდათ 3 ბანაკის Я когда про გაკეთება. это услышал, я в ужас пришел. როდესაც მოვისმინე, შემაძურწუნა ამან. Как 3 лагеря? როგორ 3 ბანაკი? Откуда мы что возьмем? საიდან რას ავიღებთ? Маечка мне говорит, дядя Виталик, если это от Господа, Бог даст деньги. მაიამ თქვა, თუ უფლისაგან არის, ღმერთი მოგცემს ფინანსებს. Откуда-то все это сделалось. გაკეთდა. Вера была, იყო რწმენა, нашлись ресурсы, რესურსებიც გაჩნდა. что-то перераспределили, что-то нашли, что-то достали, что-то люди заплатили. სხვადასხვაგვარად შემოვიდა, ასე თქვა, თანხები, ზოგი В ხალხმა итоге это стало გადაიხადა. возможным.
და საბოლოოდ ეს გახდა Но если შესაძლებელი. ты не поверишь მაგრამ თუ შენ არ и не ირწმუნებ начнешь двигаться в этом направлении, და აი ამ რწმენის მიმართულებით ნაბიჯს არ გადადგავ, у тебя никогда ничего не получится. არასდროს არაფერი გამოგივა. Эта вера останется мертвой. ასეთი რწმენა დარჩება Она не принесет მკვდარი плода. და ნაყოფს არ მოიტანს. Здесь задается очень важный вопрос дальше. აქ შემდეგში არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა Ты веруешь, დასმული. что Бог един? შენ გჯერა რომ ღმერთი არის ერთადერთი? Очень хорошо. ძალიან კარგი. Но знаешь, в чем проблема? მაგრამ იცით რაშია პრობლემა? Здесь написано, бесы тоже веруют и трепещут. მაგრამ ესე იგი ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. Они тоже знают, что Бог есть. მათ იციან რომ ის არის, Но их дела მაგრამ მათი საქმეები это бесовские дела. არის ეშმაკის საქმეები И они враги Божьи. და ისინი არიან ღმერთის მტრები. А у тебя должны быть дела Божьи в твоей жизни. შენ კი უნდა გქონდეს ღმერთის საქმეები შენ Если ცხოვრებაში. Христос живет в тебе, თუ ქრისტე ცხოვრობს შენში, если Он побуждения какие-то дает თუ ის тебе, გაძლევს სურვილებს, если Он меняет твое сердце, თუ меняет ის твои ცვლის შენს чувства, გულს, შენს შეგრძნებებს, это изменит გრძნობებს, твои поступки. აი ეს შეცვლის შემდეგ შენს ქცევას, И потом მოქმედებას. написано, не хочешь ли знать, неосновательный человек, что вера без дела мертва. და შემდეგ არის ასეთი რამ так შენ კი ფუჭო ადამიანო ქსურს გაიგო რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. Неосновательный человек. ფუჭო, ესე იგი უსაფუძვლო ადამიანო. То есть люди, которые говорят, что моей вере никаких доказательств не требуется, ზოგიერთი ни ადამიანი подтверждений. რომელიც ამბობს რომ ჩემს რწმენას არავით არ მტკიცებულება არ ჭირდება. Я верю и все, и больше ничего не მე нужно. მწამს და ეს საკმარისია, სხვა არაფერი Такое საჭირო არ отношение არის. говорит о неосновательности этого ასეთი человека. დამოკიდებულება ჩვენ გვიჩვენებს რომ ამ ადამიანს საფუძველი არ აქვს. Но давай, когда мы скажем о делах веры, будем говорить о делах веры, давай мы немножко разберемся, все-таки о каких делах речь идет. და როცა ჩვენ ვილაპარაკებთ რწმენის საქმეებზე, მოდით კარგად გავერკვეთ რა რწმენის საქმეებზია აქ ლაპარაკი. Два примера Яков приводит. Когда говорит это, он приводит два примера интересных. როდესაც იაკობი ამაზე საუბრობს, მოყავს ორი მაგალითი. Он потом приводит примеры людей из Библии, და მოყავს მაგალითები ადამიანებისა ბიბლიიდან. чья вера должна быть для нас образцом, რომელთა რწმენაც ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი и чьи дела были подтверждением истинности их веры. და ვისი საქმეებიც იყო ჭეშმარიტი მტკიცებულება მისი И он რწმენისა. приводит пример двух очень разных людей. და მას მოყავს მაგალითად ორი ძალიან Но განსხვავებული первый пример ადამიანი. нам очень понятен. Это отец პირველი Авраам, святой человек. მაგალითი ჩვენთვის ესე იგი ძალიან გასაგებია, ეს არის წმინდა ადამიანი აბრაამი Он вообще назван отцом нашей და веры. მას ეწოდება ჩვენი რწმენის мама И его вера является образцовой. და მისი ესე იგი რწმენა არის სამაგალითო. И нам предлагается ходить по следам его веры. და ჩვენ ვართ მოწოდებული რომ მისი რწმენის ნაბიჯებით Он ვიაროთ. уверовал в Слово Божье, მან ირწმუნა ღმერთის ситყვა, он уверовал в вечную жизнь, მან ირწმუნა საუკუნო он სიცოცხლე, уверовал в воскресение мертвых, მან ირწმუნა მკვდრეთით აღდგომა и он стал другом Божьим через და это. ამის მეშვეობით ის გახდა ღმერთის მეგობარი. Но знаешь что, не только это მაგრამ случилось между ним и არა Богом. მხოლოდ ეს მოხდა მასსა და ღმერთს შორის. Яков задает вопрос. იაკობი სვავს კითხვას. Не делами ли оправдался отец наш Авраам, ნუ თუ საქმეებით არ გამართა ჩვენი мама აბრაამი. возложив Исаака, сына своего, на жертвенник? თავისი შვილი ისააკი სამსხვრპლოზე რომ დადო. Это очень трудный момент из жизни Авраама. ეს არის ძალიან რთული ძნელი მომენტი აბრაამის ცხოვრებიდან. Приблизительно 30 лет он ждал, пока родится сын. დაახლოებით 30 წელი ელოდებოდა ვაჟის დაბადებას. Наконец этот сын родился. და დაიბადა ეს ვაჟი. Вот он подросток. აი, ის არის უკვე მოზარდი. Вот он надежда своих და родителей. ის არის იმედი მშობლებისა. Я помню, недавно мы были в одной семье, которая пережила трагедию. ცოტა ხნის წინ ვიყავით ოჯახში, რომელსაც ტრაგედია გადაიტანა. Родился когда-то единственный внук. დაიბადა ერთადერთი შვილი ბიჭი. Вырос, стал молодым გაიზარდა. человеком. კაი ახალგაზრდა დადგა. Учился очень хорошо. კარგად სწავლობდა. Уже начал заниматься каким-то бизнесом. უკვე რაღაცა ბიზნესით Вся დაკავდა. семья смотрит на него с надеждой. და მთელი ოჯახი იმედით უყურებდა. И вдруг он погибает. და უცებ ის გარდაიცვალა. Когда мы пришли к этим людям, როდესაც მივედით იმ ხალხთან,
Мы не знали, что сказать им. არ ვიცოდით რა И გვეთქვა этот человек сам заговорил с нами და ეს ადამიანი თვითონ დაგველაპარაკა и открыл нам возможность беседовать с ним. და მოგცა ჩვენ საშუალება Недавно я საუბრის. был у него, он устоял, он служит Господу, слава ცოტა Господу ხნის за წინ него. ვიყავი მასთან და დიდება ღმერთს რომ ის დგას Но ფეხსეუფალში я просто все время спрашивал его, как ты стоишь, как ты живешь после этого. და ყოველთვის კითხვა რომ როგორ დგეხა, როგორ И он сказал, я მსახურობ. понял მან одну თქვა, очень важную вещь. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიგეო. Единственное, ради чего можно жить, это Бог. ერთადერთი რის გამოც უნდა იცხოვრო, ეს არის ღმერთი. Этого никто не сможет у тебя отнять. აი მას ვერავინ ვერ Все წაგართმევს. остальное у тебя могут отнять. ყველაფერი დანარჩენის წართმევა შეუძლიათ, Бога никто не отнимет у тебя. მაგრამ ღმერთს ვერავინ Давай წაგართმევს. вернемся к Аврааму. მოდი დაუბრუნდეთ Вот აბრაამს. его сын подрастает. აი იზრდება მისი ძე. Отец уже думает, ох, наконец, мой мальчик, он становится мужчиной. აი და მამა უკვე ფიქრობს, აი მალეც და ჩემი შვილი კაცი გახდება. И вдруг Бог ему говорит, და უცებ უფალეებნება. возьми твоего сына წაიყვანე შენი ძე и принеси его мне в жертву в стране Мория на одной из гор, которые я укажу და тебе. მორიის ქვეყანაში ერთ-ერთ მთაზე მომიტანე მსხვერპლად იმ მთაზე, სადაც მე Он берет მიგანიშნებ. дрова, берет своего сына, ის იღებს ასე ვთქვათ შეშას, მიყავს თავის შვილი, берут огонь в таком сосуде, тогда так მიაქვთ носили. ჭურჭლით ცეცხლი, ადრე ასე И они 3 გადაქონდათ дня идут до страны Мория. და მორიას ქვეყანამდე მიდიან 3 დღე. И Авраам поднимается на холм, который Бог ему показывает. და ადის აბრაამი ბორცვზე, რომელიც ღმერთმა აჩვენა. А сын спрашивает по дороге, შვილი კი გზაში ეკითხება: отец, вот дрова, вот огонь. მამა, აი შეშა, აი ცეცხლი. А где жертва, которую мы და должны принести? სად არის მსხვერპლი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიტანოთ? Представь себе самого себя на секундочку на месте Авраама. ერთი წამით თავი წარმოიდგინეთ აბრაამის ადგილას. Ребенок твой спрашивает тебя, შენი შვილი შენ გეკითხება. а ты знаешь ответ на этот вопрос. შენ კიდე პასუხი იცი. Этой жертвой должен стать он. ეს მსხვერპლი უნდა გახდეს ბავშვი. И ты идешь на эту гору. და შენ მიდიხარ მთაზე. Бог обещал тебе, ღმერთი შენ დაგპირდა, что через этого сына родится великий რომ народ. ამ ვაჟის მეშვეობით დიადი ერი წარმოიქმნება. И вдруг Бог говорит, убей და его, ეხლა კი ღმერთი გეუბნება, რომ მოკალი. принеси его мне в жертву. მოიტანე ჩემთვის მსხვერპლად. И ты думаешь, Господи, ну და как შენ же, ფიქრობ, как როგორ же? ღმერთო, И ты რანაირად? начинаешь понимать, და შენ აცნობიერებ გესმის. Бог не может отменить свое первое обещание. ღმერთს არ შეუძლია რომ თავისი первელი დაპირება Если он сказал, გააუქმოს. что от Исаака произойдет великий народ, თუ так и მან будет. თქვა რომ ისააკისაგან წარმოიშვება დიადი ერი, ასეც იქნება. Значит, Бог что, ესე оживит იგი, его? ღმერთი რა მას გააცოცხლებს И так у Авраама в сердце рождается вера в воскресение мертвых, понимание, что Бог воскрешает мертвых. ასე იბადება აბრაამის გულში ყუდრეთით აღდგომის რწმენა. Но даже если он уже верит в это, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მას ამისის წამს, как поднять руку на своего сына? როგორ უნდა აწიოს ხელი შვილზე? И почему Бог такой справедливый? Почему? Как он может принять эту жертву? და მაშინ ღმერთი, რომელიც ასეთი სამართლიანია, როგორ შეუძლია მას მიიღოს ასეთი И მსხვერპლი? когда Исаак уже лежит на жертвеннике, და როდესაც ისააკი უკვე დევს и სამსხვერპლოზე Авраам поднимает свою руку с და ножом, აბრაამი ესე იგი დანით ხელში აწევს ხელს მასზე, Бог останавливает его. ღმერთი აჩერებს. Он не хочет человеческих жертв. მას არ სურს ადამიანის მსხვერპლი. Никогда наш Бог не принимал человеческие არასოდეს жертвы. ადამიანის მსხვერპლი ჩვენს ღმერთს არ მიუღია. Он сказал, я испытал твое Ман сердце, თქვა, я знаю тебя. მე გამოვცადე შენი გული. მე Посмотри შენ туда. გიცნობ. აი შეხედე იქ. И Авраам смотрит, там баран запутался рогами. და დაინახა აბრაამა, ესე იგი ბუჩქებში გახლართული ცხვარი. Вот этого принеси ვერძი. мне жертву. აი ეს მომიტანე მსხვერპლად. Почему Яков приводит в пример Авраама? და რატომ მოყავს იაკობს მაგალითად აბრაამი? Какие дела совершил Авраам? რა საქმეები გააკეთა აბრაამმა? Какие жертвы принес Авраам? რა მსხვერპლი მოიტანა აბრაამმა? И почему этих примеров два, а не только один? და რატომ არის ეს მაგალითები ორი და არა მხოლოდ ერთი? Этот пример говорит о вере, ეს ასე მაგალითი ჩვენ გველაპარაკება რწმენაზე, которая выражается в твоей жертвенности в отношении Бога. რომელიც გამოიხატება იმაში, რომ შენ გაქვს ღმერთის მიმართ მსხვერპლის გაღების უნარი, Это когда ты ради Бога რომ ღმერთის გამო
способен отказаться от чего-то. მზად ხარ რაღაცაზე უარი თქვა. Например, ты узнаешь, что что-то в твоей жизни отвратительно Богу. მაგალითად შენ გებულობ რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა ღმერთს სძულს. Например, ты только стал молодым христианином, ты еще не во всем свободен, не все понимаешь, не все знаешь. მაგალითად ახალ მოქცეული ქრისტიანი ხარ, ყველაფერი არ გესმის, ყველაფერი არ იცი. И вдруг Бог говорит тебе: убери это из твоей და жизни. ამ დროს ღმერთი გეუბნება, აი ეს რაღაცა მოიშორე. Какое-то нечистое дело, какое-то неправильное дело. უწმინდური, არასწორი საქმე. Какие-то неправильные увлечения. არასწორი მიდრეკილება, გართობა. Любишь слишком что-то больше, чем Бога в твоей жизни. რაღაცა ბევრად მეტად გიყვარს ვიდრე ღმერთი. И Бог говорит: убери და ღმერთი это. გეუბნება მოიშორე. Убери это из твоей მოიშორე жизни. შენი И ты ცხოვრებიდან. ради Бога приносишь და жертву. შენ ღმერთის გამო მოგაქვს ეს მსხვერპლი. Или ты ради своей верности Господу ან იმის გამო რომ ღმერთის ერთგული ხარ, готов чем-то поступиться. მზად ხარ რომ რაღაცა დათმო. Например, тебе говорят: Магазин- знаешь, мы верующим работу не даем, поэтому или замолчи, или уходи с работы. ამიტომ შეიძლება ვიღაცამ გითხრას რომ აი ჩვენ მორწმუნეებს სამუშაოს არ ვაძლევთ, ან გაჩუნდიან სამსახურიდან წადი. Ты встаешь и уходишь. შენ დგები და მიდიხარ. Например, тебе говорят: მაგალითად შენ или გეუბნებიან ты торгуешь водкой, или ты уходишь с работы. ან შენ ესე იგი ვაჭრობ ესე იგი არყით, ან მიდიხარ А ты სამსახურიდან. говоришь, что моя совесть как верующего не позволяет мне работать შენ в კი этом ამბობ месте. რომ ჩემი ქრისტიანული სინდისი არ მაძლევს იმის საშუალებას რომ მე ასეთ ადგილას ვიმუშაო. Как христианин ты не можешь всем чем угодно заниматься. როგორც ქრისტიანს შენ არ შეგიძლია რომ სულ ყველაფრით დაკავდე. Ты не можешь заниматься чем-то греховным. შენ არ შეგიძლია რომ რაღაცა ცოდვით დაკავდე. Ты не можешь пойти в цех, где упаковывают наркотики. შენ ვერ მიხვალ და ვერ იმუშავებ ისეთ ასე იგი ადგილას, სადაც აფასოვებენ ამ Если ნარკოტიკებს. ты врач, ты не можешь делать аборты, потому что это убийство. თუ შენ ხარ ექიმი, შენ ვერ არაკეთებ ასე იგი აბორტს, იმიტომ То რომ есть, ეს არის понимаете, მკვლელობა. да? И это ხომ стоит გესმით? вопрос такой, что или ты зарабатываешь здесь хорошие деньги, или гуляй со своей верой вместе. და საკითხი ასე დგას, ან აქ ამ ადგილას кай ფულს გამოიმუშავებ, ან შენ სწმენასთან ერთად წადი И ты, აქედან. как верующий человек, და შენ როგორც მორწმუნე ადამიანი делаешь выбор в пользу Бога. აკეთებ არჩევანს ღმერთის Это სასარგებლოდ. жертва ради Бога. ეს არის მსხვერპლი, რომელსაც შენ გაიღებ И ღმერთის иногда эта გამო. жертва только между тобой и Богом. Никто და этого не видит. ხანდახან ეს მსხვერპლი არის მხოლოდ შენსა და ღმერთს შორის და სხვა ამას ვერავინ ვერ ხედავს. Но я тебе скажу, что Бог Მაგრამ- видит это всегда. მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ამას ყოველთვის ხედავს. И когда ты приносишь такие და жертвы, როდესაც შენ მოგაქვს ასეთი მსხვერპლი, всегда за этим следует благословение Божье. ყოველთვის ამის შემდეგ მოდის უფლისაგან კურთხევა. Я это видел много раз в своей жизни. მე ეს მინახავს ჩემ Когда ცხოვრებაში в процессе მრავალჯერ. освящения Бог говорил мне: это убери, я убирал. როდესაც განწმენდის დროსაც თქვა, ღმერთი მეუბნებდა, აი ეს ჩამოიშორე И потом Бог благословлял мою работу. და შემდეგ ღმერთი აკურთხებდა ჩემს Приходили სამსახურს. новые заказы, я зарабатывал деньги. მოდიოდა ახალი შეკვეთები ფულს Я получал გამოვიმუშავებდი. благословение. მე ვღებულობდი კურთხევას. Отказался от чего-то. რაღაცაზე ვთქვი უარი. На время пострадал немножко, დროებით რაღაცა ზარალი მქონდა. а потом Бог дает больше. შემდეგ ღმერთი უფრო მეც მაძლევდა. Вера состоит из дел. რწმენა შედგება საქმეებისგანაც. Вера, она ведет тебя к некоторым жертвам და რწმენას მიყავ ხარ გარკვეულ მსხვერპლთან. в отношениях с Богом. ღმერთთან Но ურთიერთობისას. второй пример, который Მაგრამ приводит მეორე Яков, он не менее интересный. მაგალითი რომელიც მოყავს იაკობს ნაკლებ საინტერესო არ არის. Если это первый человек, это Авраам, отец веры, святой муж Божий, და თუ პირველი მაგალითი ეს არის აბრაამი, რწმენის მამა, წმინდა ადამიანი, то второй пример – это женщина, მეორე მაგალითი ეს არის ქალი, блудница, მრუში, хозяйка гостиницы, რომელიც სასტუმროს პატრონია, что в то время было Ром. одно и то же. რაც იმ დროისათვის იყო ერთი და იგივე. Эта женщина жила в городе Иерихон, ее звали Рахава. ეს ქალი იერიხონში ცხოვრობდა და რაჰაბი ერქვა. И к ней пришли разведчики, которых послал Моисей. მზუერავები მივიდნენ, რომელიც მოსემ გაგზავნა И люди уже были напряжены, და ხალხი უკვე იყო დაძაბული. потому что они знали, что до этого там за рекой какая-то война была, евреи два царства завоевали уже. იმიტომ რომ იქ ესე იგი მდინარის მიღმა უკვე ებრაელებმა იომეს და ორი ერიც И вот они стоят დაამარცხეს. за Иорданом, там Иерихон, и там ждут войны.
ისინი ესე იგი მდინარის გადაღმა, იორდანის გადაღმა არიან და უკვე მოადგებიან უკვე И там იერიხოს. весь город уже в და напряжении. ქალაქი არის უკვე დაძაბული. И вдруг приходят два еврея. და იმ მოდის ორი ებრაელი. Ты поверишь в то, что они просто туристы? შენ დაიჯერებ, რომ ისინი უბრალოდ ტურისტები არიან. Они пришли что-то там ისინი посмотреть. მოვიდნენ, რომ რაღაცა დაზვერონ. И их ნახონ. моментально начинают искать. და იმ წუთში დაიწყეს მათი И они ძებნა. приходят в гостиницу к Рахаве. და რახავთან მიდიან მის სასტუმროში. А ее дом находится прямо в городской стене. მისი სახლი კი არის ქალაქის კედელში. И что она делает? და რას აკეთებს? Она прячет этих людей на крыше, ეს ქალი მალავს ამ ადამიანებს სხვენში накрывает их снопами льна და ესე იგი სელის კონებს დაადებს и говорит, ну они ушли. და ეუბნება წავიდნენ. Куда? Вон туда. სად? აი იქით. Бегите, вы их догоните. გაეკიდეთ და დაეწევით. А ночью она к ним поднимается ღამით კი ის ადის მათთან სხვენში. и говорит, я вас сейчас Даёбнеба. спущу по веревке отсюда, ეხლა აქედან თუკით ჩაგიშვებთ. но вы не идите вот этой дорогой, а идите той, спрячьтесь там. იმ გზით არ წახვიდეთ, მეორე გზით წადით და დაიმალეთ. Когда эти люди, которые ищут вас, вернутся, тогда идите в свой და лагерь. როდესაც ის ხალხი, რომელიც თქვენ დაგეძებთ, დაბრუნდებიან, მერე გააგზავნეთ გზა. Но она говорит, я знаю, და ის ამბობს, მე ვიცი, что Бог отдал вам нашу землю, რომ ღმერთმა თქვენ უკვე გადმოგცათ ჩვენი что მიწა. нет Бога больше, чем ваш Бог. რომ თქვენს ღმერთზე დიდი ღმერთი არ არსებობს. Мы знаем, как Он перевел вас через Красное ვიცით, море. როგორ გადმოგიყვანათ თქვენ წითელ Мы ზღვაზე. знаем, как вы победили эти два царства. ისაც ვიცით, როგორ დაამარცხეთ ორი Он მეფე. говорит, я знаю, что этот город будет взят. მე ვიცი, რომ ეს ქალაქი იქნება აღებული. Окажите мне милость, წყალობა მოიღეთ ჩემს მიმართ. потому что я вас спрятала. იმიტომ რომ დაგმალეთ. Она рисковала своей жизнью. ის რისკავდა თავისი სიცოცხლით. Ради двух человек, ორი ადამიანისთვის, чтобы спасти им жизнь. რომ გადაერჩინა მათი И სიცოცხლე. это вторая разновидность наших дел веры. და ეს არის ჩვენი რწმენის, ასე ვთქვათ, მეორე გამოვლენა. Первые дела – это были наши жертвы в отношении Бога. Это наши отношения с Ним. ჩვენი მსხვერპლი პირადად А ღმერთისათვის. второй пример და მეორე მაგალითი, – это когда мы ради Бога делаем добро людям. როდესაც ჩვენ ღმერთის გამო ადამიანებს უკეთებთ სიკეთეს. И эти две вещи нельзя разделить между собой. და ეს ორი რამე ერთმანეთისაგან რომ განაცალკევო შეუძლებელია. Яков привел два примера, იაკობმა მოიყვანა ორი მაგალითი. потому что они равнозначно важные. იმიტომ რომ ისინი ერთნაირად მნიშვნელოვანია. Есть такие люди настолько духовные, არიან ადამიანები იმდენად სულიერები, не мешай мне молиться, ხელს ნუ მიშლე ლოცვაში. не мешай мне своими просьбами молиться. შენი თხოვნებით ლოცვაში ხელს ნუ Мне не მიშლე. до тебя, я сейчас молюсь. ეხლა მე არ მაქვს შენი დრო ვლოცულობ. Если в тебе любовь Божья, თუ შენში არის ღმერთის სიყვარული, если ты жертвенный в отношении Бога человек, თუ ღმერთის მიმართ და მის წინაშე შენ ხარ მსხვერპლის გამღები ты ადამიანი, должен очень ясно понять одну вещь. შენ ერთი რამ ცხადად უნდა გაიგო, Богу от тебя ничего не нужно. რომ ღმერთ შენგან არაფერი სჭირდება. У Него все есть. მას ყველაფერი აქვს. И все, что ты хотел сделать для Бога, და ყველაფერი რისი გაკეთება ჩვენ გსურს ღმერთისთვის, сделай для людей. გააკეთე ადამიანებისთვის. Если рядом с тобой есть человек, который в чем-то нуждается, თუ შენს გვერდით არის ადამიანი, რომელსაც აქვს საჭიროება, пусть твоя вера выразится в том, შენი რწმენა და გამოიხატოს იმაში, что ты станешь ответом на его молитву. შენ გახდე პასუხი მისი ლოცვისა. Я помню, как однажды одна многодетная семья была, у них хоть не было стиральной машины, там эта женщина мучилась так. მახსოვს იყო მრავალშვილიანი ოჯახი და მათ არ ქონდათ სარწყი მანქანა და ეს დედა ძალიან წვალობდა И она молится и говорит, Господи, და дай ის мне вот эту, ლოცულობდა. дай мне эту стиральную машину, малютка. Знаешь, такая машина раньше была, как Да. тазик с моторчиком такой. ის ლოცულობდა რომ ღმერთო მომეწია ეს სარწყი მანქანა მალუტკა იყო ასეთები. 70 рублей, по-моему, стоило. მგონი 70 У нас тоже რუბლი дома такая была. ჩვენც ქონდა სახში ასეთი. Такой тазик, в нем моторчик, пропеллер, включаешь, она крутит твое белье. ესე იგი ტაშტივით იყო და И მოტორი ქონდა და женщина молится, ატრიალებდა Господи, ამას. дай мне вот эту малютку, ну და
და ქალი Пожалуйста. ლოცულობდა ღმერთო გთხოვა ეს მალუტკა მომეცი. Выходим с собрания, одна сестра подходит ко мне и говорит: გამოდივედით მსახურებიდან და ერთი და მეუბნება. слушай, я слышала, как она молится. მე გავიგე როგორ ლოცულობდა. У меня есть такая машинка. მე მაქვს ასეთი მანქანა Детей у меня нету. და ბავშვები არ მყავს. Давай отвезем ей эту машину. მოდი მიუტანოთ ეს მანქანა. Ну, слушай, она же Бога просила. ეს ქალი ხო ღმერთსაც თხოვდა. Это будет как-то, как мы подслушали молитву и და подтасовали результаты. უხერხული იქნება რომ აი ჩვენ მის ლოცვას მოусმინე და ახლა თითქოს აი რაღაცნაირად უხერხულია. А что эта машинка до нее с неба должна упасть? და ეს მანქანა რა ზეციდან უნდა ჩამოვარდეს მართლა? Или 70 рублей должны посыпаться, и она побежит и купит в магазине ან машинку? ეს ფული უნდა ჩამოიყაროს ზეციდან რომ გაიქცეს და იყიდოს? У тебя есть, როცა შენ გაქვს у твоего брата или сестры нету. შენს დას ან ძმას არა აქვს И когда у тебя есть два, და როცა შენ ორი გაქვს дай один хлеб тому, у кого нет ни ერთი одного. პური იმას მიეცი ვისაც არც ერთი არა აქვს Ответь на эти молитвы. უპასუხე ამ ლოცვებს Может быть, Бог дал тебе этот предмет не для тебя. შესაძლოა ღმერთმა ეს საგანი შენთვის არ მოგცა Может быть, Он дал и смотрит на тебя, проверит, ну что, ты поделишься или нет? შეიძლება მოგცა და შემდეგ გიყურებს აბა გაუყოფ თუ არ გაუყოფ Будешь есть все один под одеялом ночью или поделишься с кем-то? მთლიანად საბანქვეში შეჭამამას თუ ვიღაცას გაუყოფ Когда Бог нам что-то дает, როდესაც ღმერთი რაღაცას გვაძლევს хотя это в наших руках, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვიჭირავს ეს это ხელში все равно от Него пришло. ეს მაინც მისგანა გვაქვს И вот эти две вещи, дела веры, და ეს ორი რამ რწმენის они всегда საქმეები должны выразиться в этих двух областях. ყოველთვის ამ ორ სფეროში უნდა გამოვლინდეს Я жертвую чем-то ради Бога, მე რაღაცას გავიღებ მსხვერპლად ღმერთის გამო и я делаю что-то ღმერთისთვის людям во имя და Бога. მე რაღაცას უკეთებ ადამიანებს ღმერთის გამო Если верующий человек является эгоистом, живет только для себя, თუ მორწმუნე ადამიანი ეგოისტია და მარტო თავკუთარი თავისთვის ცხოვრობს никогда ни с кем ничем не делится, ни о ком не заботится, ни о ком не думает, არავის არაფერს არ უყობს ничего не делает для славы Божьей. და ღმერთის სადიდებლად არაფერს არ აკეთებს Писание говорит, такая წერილი вера ამბობს мертвая. რომ ასეთი რწმენა არის მკვდარი Вы знаете, мы часто говорим, мы живем в последнее время. და ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ ჩვენ ცხოვრობთ боло დროს И последние времена, они такие, ну, непростые времена, და сложные. боло დრო იოლი არ არის რთულია Сейчас очень много возможностей вокруг, но очень мало средств эти возможности გარშემო реализовать. ძალიან ბევრი საშუალებებია მაგრამ ის რომ შენ რეალურად გამოიყენო ეს საშუალებები ამის საშუალება არ არის Я действительно думаю, что раньше мы намного проще жили, мне очень жалко молодое поколение, так тяжело им сейчас. ფიქრობ რომ ადრე ბევრად უბრალოდ ცხოვრობდით და ამ თაობას უფრო უჭირს ამ დროს Знаете, мы ცხოვრება как-то даже не знали, что можно что-то иметь, и мы как-то не переживали за это. და მაშინ რაღაც აზრადაც არ მოგდიოდა რომ რაღაცა კონკრეტული Я რაღაცა помню, შეიძლება мама мне на ქონიყო და არ переходном купила ვფიქრობდით туфли за 5 рублей. მახსოვს დედაჩემმა გადასასვლელ ხიდზე 5 მონეტად მიყიდა ფეხსაცმელი До первого дождя хватило эти туфли. და ეს ფეხსაცმელი მან გაძლო პირველ წვიმამდე Они, оказывается, были сделаны из прессованной бумаги. Мама не знала про это. დაპრესილი ქაღალდისგან ყოფილა გაკეთებული Я და из школы მარიცოდა. босиком пришел. და სკოლიდან ფეხშოლა Ну, მოვედი пошли, купили другие туфли за 7 рублей, которые дождь выдерживают. და წავედი და 7 მონეტიანი ფეხსაცმელი ვიყიდეთ რომელიც წვიმას Мы უძლებდა ехали отдыхать в каком-то сарае на Черном море. Вообще без душа, без ничего. და მივდიოდით შავ ზღვაზე დასასვენებლად რაღაცა ისეთ ადგილას სადაც არც დუში Питались в იყო какой-то столовке. Вообще непонятно, как мы выжили. და სასადილოში ვიკვებებოდით როგორ დავჭით ცოცხლები И вообще нам не было мысли о чем-то таком. და რაღაც სხვანაირი აზრი არ მოდიოდა Сейчас, чтобы ты... И нас денег хватало на все. და ყველაფერზე თითქმის ყველაფერზე ყოფნიდა Когда я ფული. начал работать, я 5 числа получал зарплату, 20 получал аванс. Я Рудец точно мы- знал, когда у меня будут деньги. სამუშაო И დავიწყე. сколько? მე ზუსტად ვიცოდი რომ ესე იგი მქონდა ესე იგი 5 რიცხვში მქონდა ხელფასი, ავანსი, შემდეგ ოჩი Я ხელფასი და был ვიცოდი нищим, но რამდენი. это была гарантированная нищета, понимаешь? მათხოვარი ვიყავი, მაგრამ ეს იყო გარანტირებული То есть у меня მდგომარეობა. всегда было гарантировано, что я вот свой кусочек хлеба буду иметь. და მე მქონდა გარანტირებული რომ ჩემი პურის ნატეხი ყოველთვის მეკნებოდა. Сейчас жизнь усложняется. ეხლა ცხოვრება რთულდება, Очень сложно зарабатывать деньги. რთულია ფულის გამომუშავება Очень трудно устраивать свою жизнь.
და ასე თქვა ცხოვრების აწყობა она все дороже становится. უფრო ძვირი და ძვირი А ხდება. у тебя дети, у тебя траты какие-то. ყავს შვილები, გასავალი Если გაქვს. у тебя нет своей квартиры в Тбилиси, это вообще катастрофа. 1000 лар каждый месяц на квартиру надо. და თუ ბინა არ გაქვს თბილისში, ძალიან დიდი სირთულეა, იმიტომ რომ დაახლოებით 1000 ლარი ღირს. Что ты должен заработать, Бина- чтобы 1000 лар просто так отдать? რა უნდა გამოიმუშაო? ისეთი რომ მარტო ქირის ფული 1000 ლარი გაიღო. И ты знаешь, не мы, конечно, пока еще, но люди вокруг становятся другими из-за этого. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ამის გამო იცვლებიან Люди начинают думать только о себе. და ადამიანები იწყებენ ფიქრს მხოლოდ საკუთარ И ты თავზე. знаешь, если это началось в мире, это обязательно придет в და церковь თუ тоже. ეს დაიწყო წუთისოფელში, ეკლესიაში შეეცდება შემოაღწიოს. Но в чем разница между нами и нехристианами? მაგრამ რა განსხვავება ჩვენსა და არაქრისტიანებს შორის? Она заключается в том, ის მდგომარეობს შემდეგში, что мы не живем только для себя. რომ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის არ ცხოვრობთ. Мы живем рядом с людьми, которые являются нашими братьями и сестрами. ჩვენ ცხოვრობთ ადამიანების გვერდით, რომლებიც არიან ჩვენი დები და ძმები. А даже если это не наши братья и და сестры, მაშინაც კი თუ ისინი არ არიან ჩვენი и დები და они в ძმები. чем-то нуждаются, და თუ მათ აქვთ რაღაცაში и у тебя есть საჭიროება, какие-то возможности, Ано. какой-то небольшой избыток, უბრალოდ გაქვს რაღაცა ზედმეტი სიუხვე გაქვს რაღაცაში, делись этим с людьми. გაუზიარე ეს ხალხს. Служи другим людям. მოემსახურე სხვა ადამიანებს. Потому что одних жертв Богу недостаточно. იმიტომ რომ მსხვერპლი მხოლოდ ღმერთისთვის რომელსაც შენ გაიღებ საკმარისი არ არის. Ему от тебя ничего не нужно. იმიტომ რომ ღმერთს შენგან არც ჭირდება Он ეს. хочет, чтобы ты любил людей. მას უნდა რომ შენ გიყვარდეს Чтобы ты жертвовал ადამიანები. чем-то ради людей тоже. რომ მის გამო ადამიანებსაც მისცე რაღაც. Потому что вера без дел, она мертвая. იმიტომ რომ რწმენა საქმეების გარშე И მკვდარია. ты знаешь, когда ты вот так живешь, და რუსეთს ასე ცხოვრობ, иногда твои дела ხანდახან შენი საქმეები не менее убедительны, чем твои слова. ნაკლებად სარწმუნო არ არის. იგივე სარწმუნოა, როგორც შენი სიტყვები. Иногда человеку нужно просто сказать что-то, ხანდახან ადამიანს уბრალოდ უნდა უთხრა а რაღაც. иногда сказать и сделать что-то для него. და ხანდახან უნდა უთხრა და გაუკეთო კიდევაც რაღაცა. Знаешь, раньше у нас была популярна такая фраза, мы всем говорили: Бог любит тебя, Бог любит тебя. და ადრე ასეთი პოპულარული ფრაზა იყო, რომ ღმერთ შენ უყვარ ხარ. И однажды одного брата спросил человек: а ты? და ერთხელაც ერთმა ადამიანმა ერთ ძმას კითხა და შენ А ты меня любишь? შენ გიყვარ ვარ? Бог любит меня, а ты меня любишь? ღმერთს მე უყვარ ვარ და И შენ потом გიყვარ мы ვარ? добавили: Бог любит тебя, и я тоже. და შემდეგ დავამატეთ ეს, რომ ღმერთ შენ უყვარ ხარ და მეც მიყვარ ხარ. Но то, что ты любишь человека, მაგრამ ის რომ შენ гиყვარს это не ადამიანი, просто сюси-пуси сладкие слова. უბრალოდ კბილი სიტყვები არ არის. Это то, что ты готов делать для человека. ეს არის ის, როდესაც შენ ხარ მზად რაღაც გააკეთო Пусть Бог ადამიანისთვის. благословит вас, дорогие братья и сестры. და უფალმა გაკურთხოთ ძვირფასო Мы на этом будем დებოდა. заканчивать наше служение. ამით დავასრულებ მსახურებას И я бы хотел, чтобы вы ушли отсюда с этой мыслью, და მინდა რომ ამ აზრით წავიდეთ აქედან. что наша вера нуждается в подтверждении делами. ჩვენს რწმენას ჭირდება ესე იგი საქმეებით განმტკიცება И эти дела выражаются და ეს საქმეები გამოხატულია в том, чем мы Имаши- готовы жертвовать ради Господа, თუ რისი И нашей веры. რისი რანერი მსხვერპლის გაღება ესე იგი შეგვიძლია ჩვენ ღმერთისთვის и в том, что мы готовы сделать для людей და из-за нашей веры. იმაშიც რისი გაკეთება შეგვიძლია ადამიანისათვის ჩვენი რწმენის გამო Если я верю, я люблю. თუ მე მწამს მე А მიყვარს если я люблю, я что-то და თუ делаю. მე მიყვარს მაშინ რაღაცას ვაკეთებ კიდევაც Вот без этой веры, Ai, без este- этих дел, то есть, извините, ასეთი ესე იგი საქმეების გარეშე вера мертва. რწმენა არის მკვდარი. Благослови вас Господь. გაკურთხოთ უფალმა.